ბლიცს თამაშობთ. აი ახლა შევამოწმებთ. მეგრული ბლიცი, სამეგრელოდან ბლიცი, გაგრძელება წინაოთხ შაბათის ბლიცისა. რაფავასი, რომელიც რაფავს ექსომო უნიჭოდ წააგო პირველივე შეკითხვას. შეკითხვა პირველი. ანუ ვაგრძელებთ იმავე ავტორების იმავე შეკითხვებს. შეკითხვის ავტორია მზევინარ გვაძაბია, მუსიკის მასწავლებელი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეთა. ეკლესიასტე მეტაფორულად აღწერს ამას. აღარ ფქვავს წისქვილები, ბატონო ბესო. დაიბინდნენ სარკმელში მაყურებლები, ბატონო გიგა. და აყვავდა ნუში, ბატონო გიორგი ბერულავა. ყურადღება შეკითხვა. რის შესახებაა საუბარი ეკლესიასტეში დრო? აღარ ფქავს ეკლესიასტის ისა წყალი გაჩერდა? არა, დაღამდა ხომ არა? გვალვა მარტივია. აყვავდა ნუში რის. ადრე მოვიდა გაზაფხული ხო არა? კი, გაზაფხული კაი არის. გაზაფხულზე ლაპარაკობს ეკლესიასტე. აზე რატო? არა. ქვილი რო იყრება ხო? საგულში მაყურებელი როგორ? დაიბინდნენ. დრო ამოიწურა. ბატონო დავით, ვინ უპასუხებს? არ ვიცი, მე სიჩუმე. კლუბის დახმარება შეგიძლიათ აიღოთ. არ შეგიძლიათ, იგებთ. ვერ აიღებთ, ვერ. დამატებით წუთსაც ვერ აიღებთ ბლიცზე. ისმენთ მაშინ. ვეცდები ისევ. მე უპასუხო? არა, ყურადღება. ესაა გვალვა. გვალვა. მიღებულია გვალვა, ყურადღება, სწორი პასუხი. ბატონებო. ის რაც არავის აკუცდება. სიკვდილი. აღარ ფქვავს წისქვილები. კბილები ჩამოცვენა. დაიბინდნენ სარკმელში მაყურებლები. თვალ დაკლება. აყვავდა ნუში, გაჭაღარავება. ეკლესიასთან საუბარი იყო სიბერეზე, დაბერებაზე.